გამარჯობათ, ამ ვიდეოში ჩვენ ვნახავთ თუ როგორ უნდა გადავაწოდოთ ინფორმაცია ერთი სცენიდან მეორე სცენისკენ. ამისთვის პირველ რიგში რაც გვჭირდება არის ის, რომ გავხსნათ Xcode და შევქმნათ ახალი აპლიკაცია. დავარწმუნოთ, რომ ენაში მონიშნულია Swift და დავასრულოთ აპლიკაციის შექმნა. პირველ რიგში რაც გვჭირდება არის ის, რომ გადავიდეთ storyboard-ზე და დავიწყოთ ჩვენი აპლიკაციის ვიზუალური ჩონჩხის აგება. მოვიქცეთ ესე. გავაკეთოთ ორი view კონტროლერი, ორი view ესე რომ ვთქვათ და პირველ view-ზე დავაგდოთ რაიმე text field-ი და ის ტექსტი, რა ტექსტად ჩვენი მომხმარებელი შეიტანს text field-ზე, ვაჩვენოთ სხვა view-ში. დავაგდოთ text field და გავასწოროთ ამ text field-ის constraint-ები. მოდით იყოს ჰორიზონტალურად ცენტრში. ზემოდან დაშორება გავუკეთოთ მუდმივი, ვთქვათ 30 და გვერდებიდან დაშორება მარცხნიდან და მარჯვნიდან მუდმივად 20 და update frames. დაჯდება ჩვენი text field-ი ისე როგორც საჭიროა. ამის შემდეგ მოდით დავაგდოთ რაიმე ღილაკი. სწორედ ამ ღილაკზე დაკლიკვით ვამცნობთ ჩვენს აპლიკაციას, რომ გადავიდეს სხვა view-ზე და იმ view-ში გვაჩვენოს ის ტექსტი, რა ტექსტად შევიტანთ ჩვენს პირველ text field-ში. მოდით ამ text field-ს placeholder-ი გავუკეთოთ. ამ text მაგალითად. ჩვენს ღილაკსაც constraint-ები გავუკეთოთ. ვუთხრათ, რომ ჰორიზონტალურად ყოველთვის არის ცენტრში. ამასაც ტოპიდან ზემოდან დაშორება მივცეთ, ვთქვათ, რაც არის და ვიცი და ჰეიცი მივცეთ მუდმივი. და ტექსტ შევცვალოთ მაგალითად ღილაკის ტექსტი და დავაკვათ მაგალითად send. ამის შემდეგ უკვე გავაკეთოთ მოდით მეორე view. დავაგდოთ view კონტროლერი ჩვენ storyboard-ზე. და ამ view კონტროლერში რაც გვჭირდება არის ერთი label, სადაც გამოვიტანთ იმ ტექსტს, რომელსაც მომხმარებელი ჩაწერს წინა სცენაში და გამოუგზავნის, მომხმარებელი ჩაწერს აი ამ წინა სცენის text field-ში და გამოაგზავნის აქეთ. სწორედ ის ტექსტი გამოჩნდება ამ label-ში. მოდით მოვმართოთ ამ label-ის constraint-ებით, ჰორიზონტალურად დავსვათ ცენტრში. მუდმივი ზემოდან დაშორება გავუკეთოთ 20-20-ით გვერდებიდან დაშორება და update frames. ამის შემდეგ დავაგდოთ ერთი ღილაკი, ბარემ. და ეს ღილაკი გამოვიყენებთ იმისთვის, რომ როდესაც მომხმარებელი ნახავს ამ view-ს ინფორმაციას, შეეძლოს უკან დაბრუნება. სწორედ ამ ღილაკზე ბატონზე დაკლიკოთ, დაუბრუნდეთ უკან. ამასაც გავუკეთოთ შეზღუდვები. დავსვათ ჰორიზონტალურად ცენტრში, გავუკეთოთ ზემოდან დაშორება და მუდმივი ვიცი და height. და ამ ღილაკსაც მოდით შევცვალოთ სახელი და დავარქვათ მაგალითად back button. კარგით. მოდით ჩვენ view-ს მეორე სცენას შევცვალოთ ფერი. რომ რაიმე ფერი შევცვალოთ უფრო მარტივად, რომ სხვა სცენაზე გადავედით. და ეხლა უნდა გავაკეთოთ ამ სცენებს შორის დამაკავშირებელი გზა. რეალურად ჩვენი აპლიკაცია რო გავუშვათ ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ორი სცენა storyboard-ზე, დავინახავთ მხოლოდ ერთს. რადგან არ გვაქვს მეორე სცენაზე გადასასვლელი გზა. გვაქვს პირველი სცენა, სადაც შეგვიძლია რამე ტექსტი შევიყვანოთ, send button-ზე დაკლიკოთ კი არაფერი არ ხდება. სწორედ warning-ი, რომელიც გვაქვს, გვეუბნება იმას, რომ მეორე სცენა არის მიუღწეველი, მეორე სცენამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. მოდით შევქმნათ ეს გზა. ამ გზას ვქმნით segue-ების გამოყენებით. segue არის გზა ერთი სცენიდან მეორესკენ და იქნება შემდეგნაირად. ჩვენ გვინდა რომ send button-ზე დაკლიკვით, გადავიდეთ მეორე სცენაზე. ძალიან მარტივად ვაკლიკებთ send button-ს და control-ს და ის არის რაც ჩნდება ხაზი, გადაგვაქვს მეორე სცენისკენ. ეხლა ჩნდება იმ ტიპის segue-ების ჩამონათვალი, რა segue-საც გვთავაზობს iOS-ის მიმდინარე ვერსია. Not adaptive action sequence არის ძველი segue-ები, რომლებსაც iOS-ი ადრე იყენებდა, მაგრამ ამჟამინდელ ვერსიაში ჩვენ გვაქვს ეს ხუთი ტიპის segue: show detail, present modally, popular presentation და custom. ძირითადად გამოვიყენებთ show-ს და present modally-ს
და ჩვენ ამ კონკრეტულ აპლიკაციაში მოდით გამოვიყენოთ present modal-ი segue. ეხლა თუ გავუშვებთ ჩვენს აპლიკაციას, დავინახავთ, რომ send button-ზე დაკლიკოთ, შეგვიძლია გადავიდეთ მეორე სცენაზე. ესე, უბრალოდ მეორე სცენაზე ლეიბლის ტექსტი არ იცვლება და შესაბამისად back button-ზე დაკლიკოთ, არაფერი არ ხდება. უკვე შეგვიძლია გადავიდეთ და დავიწყოთ კოდის წერა. იმისთვის, რომ თითოეულ სცენაზე რაიმე ივენთების დაჭერა შეგვეძლოს და შევძლოთ ინფორმაციის განახლება და ასე შემდეგ, საჭიროა თითოეულ სცენას ყავდეს თავისი კონტროლერი, ანუ კლასი, რომელიც შიც ეწერება გარკვეული კოდი და ამ კოდის მეშვეობით გავაკონტროლებთ თითოეულ სცენაზე განხორციელებულ ცვლილებებს. ჩვენს პირველ view-ს სცენას უკვე ყავს თავის კონტროლერი და ეს არის ის view კონტროლერი, რომელიც აპლიკაციის შექმნისთანავე იქნება. მეორე სცენას არ ყავს კონტროლერი, ამისთვის მოდით შევქმნათ ახალი კონტროლერი. დავამატოთ ჩვენს პროექტს ახალი ფაილი. ეს არის Cocoa Touch კლასის ტიპის ფაილი. იყოს UI view კონტროლერის შთამომავალი უნდა შევქმნათ ახალი კლასი, რადგან სცენა არის UI view კონტროლერი და დავარქვათ მაგალითად text data ან full text სიტყვაზე და დავწუნეთ, რომ ენად მონიშნული არის Swift-ი. Next და create. ჩვენი სცენა შეიქმნა, ჩვენი კონტროლერი შეიქმნა, მაგრამ პირველ რიგში იმისთვის, რომ სცენა მიცოდეს, რომ რაღაცა აკონტროლებს, უნდა დავდგეთ ამ სცენაზე, ამ ჩანარზე და კლასად მივუთითოთ ის კონტროლერი, რომელიც ჩვენ კონკრეტულ სცენას აკონტროლებს. ეს არის full text კონტროლერი. ეხლა უკვე უნდა გავაკეთოთ თითოეული ჩვენი ობიექტისთვის action-ები და outlet-ები. მოდით გავაკეთოთ ჯერ outlet-ი ჩვენი text box-ისთვის. ანუ outlet-ის საშუალებით ჩვენი კონტროლერი გაიგებს, რომ სცენაზე არსებობს text box ობიექტი, რომელზეც გარკვეული ცვლილებები განხორციელდება და შეიძლება ამ ცვლილებებმა დაგვაინტერესოს. დავარქვათ ამას რაიმე სახელი text field მაგალითად და შევინახოთ. შემდეგი რაც გვჭირდება არის ის, რომ ჩვენს segue-ს უნდა მივანიჭოთ გარკვეული სახელი, ესე ვთქვათ, იდენტიფიკატორი. და დავარქვათ second view მაგალითად. ეს იდენტიფიკატორი საჭიროა იმისთვის, რომ ერთი view-დან მეორე სხვა view-ზე გადასვლისთვის რო ვიყენებთ segue-ს, სწორედ ამ segue-ს მიხედვით ვარკვევთ, რომელ view-ზე გადავდივართ. ესე რომ ეს იდენტიფიკატორი დაგვჭირდება. გავაგრძელოთ კოდის წერა. მოდით გავაკეთოთ მეორე სცენისთვისაც outlet-ები და action-ი. გვჭირდება outlet-ი label-ისთვის. დარწმუნდით, რომ ეს რაც გაიხსნება ზუსტად ის კონტროლერია, რომელიც ჩვენ სცენას აკონტროლებს და ჩემს შემთხვევაში ეგრე არ არის, ამიტომ გადავდივართ ავტომატურზე და full text კონტროლერს ვირჩევთ. შემდეგ უკვე ვქმნით outlet-ებს. დავარქვათ text label outlet-ი, მაგრამ back button-ისთვის უნდა შევქმნათ უკვე action-ი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ back button-ს რომ დავაჭერთ, გარკვეული ქმედება განხორციელდეს. კერძოდ ეს ქმედება იქნება ის, რომ დავუბრუნდებით წინა სცენაზე. შევქმნათ action-ი და დავარქვათ go back. ესეც ესე. ეხლა უკვე შეგვიძლია storyboard-ისგან დამოუკიდებლად ვიმუშაოთ, უბრალოდ თავიდანვე მოდით დავიმახსოვროთ ჩვენი modal segue-ს იდენტიფიკატორი, იმიტომ რომ დაგვჭირდება. დავიწყოთ პირველ სცენაზე მუშაობა, ან ჯერ მოდით ისეთი რამ გავაკეთოთ, მეორე სცენის კონტროლერში დავამატოთ კიდევ ერთი string ტიპის ცვლადი, text field მაგალითად. სწორედ ეს ცვლადი გამოიყენება იმისთვის, რომ თავდაპირველად ის ინფორმაცია, რაც მოვა ჩვენს view კონტროლერში წინა view-დან, ანუ full text-ში რა ინფორმაციაც მოვა view კონტროლერიდან, შევინახოთ text field ცვლადში. დავიწყოთ ახლა view კონტროლერიდან ინფორმაციის გამოგზავნა. ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი prepare for segue მეთოდი.
რომელსაც პარამეტრებად მოდის segue და sender ორი პარამეტრი. Segue არის იმ segue-ს დასახელება, რა segue-ით გადავდივართ ერთი სცენიდან მეორე სცენაზე. რადგანაც შეიძლება რამდენიმე segue გქონდეს შესაბამისად, სასურველია, რომ როდესაც გადავდივართ ერთი სცენიდან მეორეზე და ერთი სცენიდან მეორეზე ვაგზავნოთ რაიმე ინფორმაციას, ჯერ გავარკვევთ, რომელი segue-ით გადავდივართ, ანუ რა იდენტიფიკატორი აქვს იმ segue-ს, რა segue-ით გადავდივართ. მოდით შევამოწმოთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყენებთ თუ არა იმ segue-ს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ეს მეწდება შემდეგნაირად. თუ ჩემი segue-ს იდენტიფიკატორი არის ის იდენტიფიკატორი, რაც მე storyboard-ზე მივანიჭე და მივანიჭე second view, თუ სწორად მახსოვს. აიც დავწუნდეთ, რომ სწორია, კი. მაშინ ანუ ამ შემოწმებით წმუნდები იმაში, რომ გადავდივარ მეორე სცენაზე. იმ სცენაზე, რომელიც მაინტერესებს. მაშინ უკვე ვიწყებთ შემდეგ ქმედება. შევქმნათ ცვლადი, რომელიც იქნება შემდეგი რამ. რეალურად ახლა ჩვენ გავაკეთეთ მომდევნო view კონტროლერის ობიექტი. შევქმნით full text view control კლასის ობიექტი და ჩვენ შესაბამისად შეგვიძლია განვახორციელოთ ცდომა full text კლასის properties-ზე, რომელსაც ჩვენ ქვია full როგორც მახსოვს text field-ი და შეგვიძლია შევცვალოთ text field-ის მნიშვნელობა რაიმე სხვა მნიშვნელობით სხვა აი ამ კონტროლერიდან. ესე იგი, თავიდან გავიმეოროთ. აი ამ ობიექტ, აქ რეალურად შევქმნით ობიექტი და რეალურად აი აქ განვახორციელეთ გადასვლა ერთი სცენიდან მეორეზე. მაგრამ ამ ობიექტის შექმნით ჩვენ შესაძლებელი მოგვეცა რომ მივწვდეთ მეორე სცენის properties-ებს და შევცვალოთ მათი მნიშვნელობები. ან ჩვენ შეგვიძლია აქ დავწეროთ რომ ვისი წერტილი text field-ის მნიშვნელობა არის ჩვენი text field, რაც გვაქვს ამ სცენაზე, მისი ტექსტი. და მართლაც, თუ გადავართ ახლა full text controller-ზე და view did-load მეთოდში დავწერთ შემდეგ ბრძანებას, ვეტყვით რომ შენთან რომ ტექსტის label-ია, მაგის ტექსტი არის text field-ი, text და გავუშვებთ ჩვენს კოდს, დავინახავთ, რომ შედეგად გვაქვს ის, რომ ერთი სცენიდან შევძლებთ მეორე სცენაზე ინფორმაციის გადაცემა. მართლაც, თუ ჩვენს ტექსტებში დავწერთ ახლა გარკვეულ ტექსტს, ვთქვათ და დავაჭერთ სცენს და დავინახავთ, რომ იმ label-ში, რომელიც გვაქვს მეორე სცენაზე, გამოჩნდება ის ტექსტი, რაც დავწერეთ პირველი სცენის text box-ში. მაგრამ ერთადერთი ფუნქცია, რაც გასაკეთებელი დაგვრჩა ამ ეტაპისთვის, არის ის, რომ back button-ზე დაკლიკვით, დავბრუნდეთ კვლავ წინა view-ზე. ამისთვის არსებობს მარტივი მეთოდი self-dismiss view controller და მივუთითოთ რომ პირველად true და მეორე პარამეტრად შეგვიძლია გადავაწოდოთ რაიმე მეთოდი, ანუ თუ გვინდა რომ დახურვის შემდეგ ან ჩვენი view controller-ის view სცენის დახურვის შემდეგ რაიმე განხორციელდეს რაიმე ქმედება, შეგვიძლია სწორედ ის ქმედება განვსაზღვროთ აქ, მაგრამ მოდით ჩვენ შემთხვევაში არ გვინდა არანაირი ქმედების განხორციელება და გადავაწოდოთ პარამეტრად nil. ეხლა გავუშვათ პროექტი და ვნახოთ რა შედეგი გვაქვს. დავაჭიროთ send buttons, დავინახავთ რომ მეორე სცენაზე გადმოგვეცა ის ინფორმაცია, რაც დავწერეთ პირველი სცენის text box-ში, ახლა back buttons-ს დავაჭერთ, დავინახავთ რომ დავბრუნდით კვლავ პირველ სცენაზე. კარგით, მოდით უფრო მეტი მოხერხებულობისთვის, ესე რომ ვთქვათ, იმ მომენტში, როდესაც გადავდივართ მეორე სცენაზე, თან ბოლოს გავასუფთავოთ ჩვენი პირველი სცენის text field-ის შეყვანილი ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ,
self text field-წერტილი ტექსტი იყოს ცარიელი string-ი, რომ იმისთვის რომ მოდესაც უკან დავბრუნდებით მეორე სცენიდან, პირველ text field-ში არ დაგხვდეს იგივე ტექსტი, რაც თავიდან ჩავწერეთ. დავინახეთ, რომ ეს ინფორმაცია გადმოვიდა აქეთ და როგორც კი back-ს დავაწვევით, ვნახავთ, რომ პირველი სცენის text field-ი ცარიელია და შესაბამისად კვლავ შეგვიძლია ახალი ტექსტის ჩაწერა.